ჩვენ გვაქვს ეს განცდა მუდმივი, ასე ვთქვათ, საფრთხის და ომის არსებობის. ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა ძველებურად უნდა გავაგრძელოთ, არაფერი არ უნდა გავითვალისწინოთ, როგორც მინიმუმ მიამიტოვოთ. აი ძალიან გასაგებენაზე, რომ ჩამოვწეროთ სია. რა უნდა გავაკეთოთ? 1 2 3 4 5 და ეს სია ვისზე უნდა განაწილდეს, ანუ ვინ არიან აქტორები, რომლებმაც ეს კონკრეტული დავალებები, რაც ამ უსაფრთხოების ქოლგის შექმნას გულისხმობს, უნდა შეასრულოს. მოგესალმებით, მე ნინო ბაქრაძე ვარ, თქვენ უყურებთ iFacts. ეს არის ჩვენი ახალი პოდკასტი, აი გამოსავალი ქვია და ამ პოდკასტის მიზანი არის, რომ ადამიანებს მარტო პრობლემებზე კი არ მოვუყვეთ, რასაც მედია აკეთებს ხოლმე. არამედ ვესაუბროთ რა არის ამ პრობლემების გადაჭრის გზები, ალტერნატივები, ან სავარაუდო სცენარები ამ ჩვენი ვითარების შემდეგ განვითარების და პირველი ეპიზოდი არის ახლა ამ პოდკასტის იმ თემაზე, რაც ამ ბოლო პერიოდში არის ძალიან აქტუალური, რაც სოციალურ ქსელებში ბევრს აწუხებს, ბევრი პოსტი იწერება ამაზე, როგორ განავითარეს ეს შესაძლო ომის პროპაგანდა და ამ შიშით მანიპულირება როგორ მოხდა არა მარტო წინა საარჩევნოდ, არამედ შემდეგ პოსტსაარჩევნო პერიოდში და რეალურად ამის რა რისკები არსებობს, რას უნდა ვაკეთებდეთ და არ ვაკეთებთ თუ როგორც არის მოკლედ. დღეს თქვენ ხართ ჩვენი პირველი სტუმარი, ლაშა ძებისაშვილი, ადამიანი, რომელიც ჩვენ გგონია, რომ სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს, სამხედრო თავდაცვის საკითხებს და რუსულ პროპაგანდა დეზინფორმაციას თანაბრად კარგად იცნობს და ერკვევა ამ საკითხებში სამეცნიერო დონეზე. სწორედ ამიტომ ხართ აქ და ჩვენ როცა რედაქციაში რაიმე ასეთი საკითხი გვაქვს ხოლმე, რაშიც ვერ ყვევით ან რაიმე კითხვები გვაქვს დამატებით, ეგრევე თქვენ გვახსენდებით, რომ თქვენ გკითხოთ და თქვენთან გადავამოწმოთ ამგვარი საკითხები. პირველი კითხვა მე რაც მექნება არის რა მოვლენა საერთოდ ამ ომის შიშით მანიპულირება, სად შეიქმნა ეს სცენარი და ვის ინტერესში იყო მისი განვითარება, ამ სცენარის გამოყენება და ასე აქტიურად ამუშავება, არა მარტო წინა საარჩევნოდ, არამედ ახლაც მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაში ეს შიში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. როგორ ფიქრობთ თქვენ? მადლობა პირველ რიგში რომ მომიწვიეთ აქ და იმ ქათინაურებისთვის, რითაც ამავსეთ ბევრი სხვა გაცილებით უკეთესი სპეციალისტიც არის, ვინც ამ ყველა ამ საკითხში ჩემზე კიდევ უფრო კომპეტენტურად ისაუბრებდა. მაგრამ მადლობა მოწვევისთვის. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, იმიტომ რომ ბაზისურ ფსიქოლოგიურ საკითხს ეხება ადამიანის უსაფრთხოების, ფიზიკური უსაფრთხოების და ბუნებრივია ეს ხარ დავიწყებ ფსიქოლოგიის იმ ასე ვთქვათ თეორიების გავრცობას, მაგრამ პირველი რაც ადამიანის არსებობას, პირველი ამოცანა რაც ადამიანს აქვს იმისთვის რომ არსებობა შეძლოს, ეს არის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოციუმის და სახელმწიფო დონეზე ბუნებრივია არის ეს ბაზისური კითხვა სახელმწიფოს არსებობის, არის თუ არა უზრუნველყოფილი სახელმწიფოს უსაფრთხოება, ანუ არის თუ არა ამ შემთხვევაში ომის საფრთხე. ჩვენ გვაქვს ეს განცდა მუდმივი, ასე ვთქვათ, საფრთხის და ომის არსებობის, მით უფრო ახლა 80 წლების ბოლოდან მოყოლებული, რეალურად 2008 წლის აი ამ სარკოზი, მედვედევის, სააკაშვილი თუ ხო ეს სამეულის მოკლედ ამ შეთანხმების შედეგად ჩვენ ვიმყოფებით გაყინული ომის პირობებში, ანუ შიში ომის ჩვენთან პერმანენტულად არის და პერმანენტულად არის როგორც ფსიქოლოგიურ დონეზე ადამიანის, ასევე არის პოლიტიკის და სახელმწიფოს დონეზე. ამიტომ ამ საკითხის წამოწევა არის თუ არა საფრთხე და ვინ უმკლავდება ყველაზე წარმატებით ამ საფრთხეს, ვის აქვს იმის პოტენციალი, რომ თქვენ მოქალაქეებს მოგაშოროთ ეს ომის საფრთხე, არის ძალიან ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი, ფაქტორი, რომელიც უნდა გამოიყენოთ წესით. თუ ჭკვიანი პოლიტიკოსი ხართ, ამას თქვენ აუცილებლად გამოიყენებთ იმის ფონზე, თან რაც 2022 წლის თებერვლიდან ხდება, ანუ ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა დიდი სახელმწიფო უკრაინა, რომელიც საქართველოსთან ერთად მას სურს ნატოში გაწევრიანება, იმყოფება აი ამ საშინელი რუსული აგრესიის პირობებში, ბუნებრივი ავტომატურად ეს ფაქტორი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ომის თემატიკას ჩვენთან მიმართ. თუმცა ეს პროპაგანდა მარტო
ჩვენთან არ გამოიყენებოდა მოლდოვაში, სლოვაკეთში, სხვა ესეთ პოსტსაბჭოთა რაღაც გავლენის მქონე ქვეყნებშიც ხედავდით იგივე ნარატივებს, მესიჯებს. ეს ცენტრალიზებული, ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სადღაც რუსეთის კაბინეტებში დაწერილი სცენარია, რომელიც გაავრცელეს ამ ყველა ქვეყანაში თანაბრად და ანუ დავალება იყო, რომ ეს გაეკეთებინა, თუ ეს არის შიდა ნამუშევარი, შიდა დაწერილი სცენარი. აქ მოდი დავიწყებ იმით, რომ სხვადასხვა ვარიაციები არსებობს აი ამ ომის თემატიკის აქტუალიზების. ანუ ერთი არის, რომ ომში ჩათრევის საინფორმაციო გზავნილი, რაც შეიძლება პირდაპირ მაინც არ ნიშნავს, რომ ხვალ ომი იყოს შენი ქალაქის ქუჩებში, ხო? მაგრამ ნიშნავს, რომ რაღაცა დოზით შენ ჩაგათრევენ აი ამ უსიამოვნო, ასე ვთქვათ, მოვლენაში, რასაც ომი ქვია და ნუ ჯობია ამისგან შორს დავიჭიროთ. მეორე ვარიანტი არის, ბუნებრივია, რომ არსებობს შანსი, რომ ჩვენ აი როგორც უკრაინა პირდაპირ ესე ფართომასშტაბიანი, ასე ვთქვათ, ომის პირობებში ვიქნა ჩათრეულები, რაც ნიშნავს მატერიალურ ნგრევას, ათასობით ადამიანის დაღუპვას და ასე შემდეგ. და ნუ კიდევ უფრო ლაითი ფორმა არის, რომ მოდი ახლა ჩვენ არც ერთ ამ ასე ვთქვათ, მეომარ მხარეს არ მივემხროთ, არ გავერიოთ, ხო, რაღაც ნეიტრალურად ვიყოთ, ანუ რაღაც მომენტში უკრაინასაც შეიძლება დავეხმაროთ, რაღაც მომენტში პირობითად რუსეთსაც დავეხმაროთ, ან არც ერთს ან მეორეს და ამ სიტუაციაში მოდი არაფერი არ გაგვგრიოთ. ზოგადად აი ეს საინფორმაციო ეს გზავნილები იმის და მიხედვით თუ საკითხი რა აქტუალურობით დგას დღის წესრიგში, იმ მესიჯად მერე ვლინდება იმ იმაში. ხა საქართველოში, სადაც ეს ოკუპაციო ხაზი 50 კილომეტრის თუ 48 კილომეტრის სიშორეზე გადის დედაქალაქიდან, ბუნებრივია ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე გაცილებით უფრო ესე აღიქვება, უფრო ცოცხლად აღიქვება და უფრო ესეთი მტკივნეულია, უფრო აქტუალურია, ვიდრე რაღაც პირობითად ომთან მეორე ირიბი კავშირის მსგავსი რაღაც ნარატივების კავშირება, იმიტომ რომ თან ჩვენი მასშტაბის გათვალისწინებით, რომ ჩვენ 10-ჯერ უფრო პატარა ქვეყანა ვართ, ვიდრე უკრაინა, ზუსტად 10-ჯერ უფრო ნაკლები პოტენციალით, შესაბამისად ის რომ შეიძლება უფრო გაცილებით მწარედ მოხვდეს რუსებისგან, ანუ ეს საფრთხე კიდევ უფრო ასე წარმოდგენილი არის, რომ უფრო და შესაბამისად ეს ნარატივი მოდის, რომ თუ ეხა წნარად არ ვიქნებით, ხვალ შეიძლება აქაც ომი იყოს და შესაბამისად ბილბორდებიც ჩნდება დანგრეული ქალაქებთან. იყო ეს მესიჯი რადგანაც იყო, ბუნებრივია ამაზე საჭირო იყო რეაგირება, საჭირო იყო მოდი ასე ვთქვათ იმ ფორმით არა, როგორც ქართული ოცნება ამას ითხოვდა, ამას დისკუსიაში შესვლა, მაგრამ ალტერნატიული საინფორმაციო სივრცის გაშლა და სულ სხვა რაკურსით ომის თემის გაშლა, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. ხო, აი ამაზე მინდოდა ზუსტად მეკითხა, რომ რა უნდა გაგვეკეთებინა და ახლა თუ დაგვიანებული არ არის უკვე, რას უნდა ვაკეთებდეთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები. ანუ აქ მე მგონია, რომ ყველას თავისი როლი აქვს, როგორც მედიას, ისე სამოქალაქო სექტორს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას, ისე პოლიტიკოსებს, ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ესე რომ დავყოთ? დეკონსტრუქცია უნდა მომხდარიყო, უნდა გაშლილიყო ზოგადად ეს ომის და უსაფრთხოების თემა. სამწუხაროდ წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წლების განმავლობაში საქართველოს უსაფრთხოების თემა არის ერთგვარი შავი ყუთივით, ანუ დახურული ყუთივით არის, რომელსაც არავინ არ საუბრობს, აბსოლუტურად ეს თემა არ არის გახსნილი საზოგადოებისთვის. საზოგადოებამ არ იცის დეტალები, დღემდე როგორ მოვედით, რანაირად მოვედით, ხო, რომ ესეთი ყველაზე სუსტი ქვეყანა, რაღაცნაირად ბოლო 30 წლის განმავლობაში ეკონომიკა არ ჰქონდა, რაღაცას თითქოს ფეხზე დავდექით, მაგრამ ყველა ჩვენზე ძლიერია, მაგრამ მაინც როგორც სახელმწიფო შევდექით და რაღაცას ვავითარებდით. და რისგან შედგება ჩვენი უსაფრთხოება, რა ელემენტებისგან შედგება, სად გვაქვს ჩავარდნები, სად არ გვაქვს ჩავარდნები, იმიტომ რომ მარტივად ვიტყვი, იმისათვის რომ საზოგადოებაში და ხალხში გაჩნდეს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება, ხალხმა უნდა დაინახოს და ეს არის პირდაპირ ვალდებულება, ანუ ჩვენი როგორც მედიის, ასე ვთქვათ, ექსპერტების, აკადემიური სივრცის და ასე შემდეგ, რომ სახელმწიფოებრიობას და სახელმწიფოებრიობის შეგრძნებას ქმნის მყარი გარანტია უსაფრთხოების.
თუ უსაფრთხოება არ არსებობს ქვეყნის, მაშინ ქვეყანა როგორც ასეთი წყვეტს არსებობას, ის არის ჩათვალეთ ვირტუალური რაღაცა სივრცე კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, საზღვრებიც არ არსებობს, ბუნებრივია და ეს უსაფრთხოების გაგება, აი ამ უსაფრთხოების გაგების დაყვანა უნდა მომხდარიყო საზოგადოებისთვის. მთელი თავისი პოლიტიკების ახსნით, რა გააკეთა ნატომ ბოლოს 10 წლის განმავლობაში, რა გავაკეთეთ ჩვენ, რა გააკეთა წინა ხელისუფლებამ, რა ვერ გააკეთა, რას ვერ აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება და იქ მივდივართ უკვე იმ წერტილამდე, ეს ომის თემატიკა რაც არის, რა შემთხვევაში, აი ამ უსაფრთხოების, ქვეყნისთვის უსაფრთხოების გამყარების პროცესში, რა შემთხვევაში ჩვენ გარანტირებულად მივდივართ იმ სიტუაციამდე, რომ ომი არ გვექნება და რა სიტუაციაში მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე ისტორიიდან გამოცდილებით და ასე შემდეგ ჩვენ ქმნით ისეთ სიტუაციას და ისეთ პირობებს, როცა ალბათობა ომის პირიქით იზრდება. ხო? და აი ამაზე როცა ჩვენ საუბრობთ და როცა ვიწყებთ ამაზე საუბარს, მაშინ ჩვენ შეიძლება ძალიან მარტივად ხალხის გონებაშიც კი ანუ დავიდეთ იქამდე ერთი რომ ხალხმა დაასკვნას რომ სახელმწიფოება უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს, მაშინ ვთქვათ რომ სახელმწიფო არ გვინდა რეალურად და მაშინ ისთვის ვწვალოთ ეს ბოლო 30 წელიწადი უარი ვთქვათ სახელმწიფოზე, თუ ვთანხმდებით რომ სახელმწიფო გვინდა, მაშინ უსაფრთხოებაც უნდა შეიქმნას და თუ უსაფრთხოება უნდა შეიქმნას, მოდი ვნახოთ რა გაკეთდა ამ თვალსაზრისით და თუ უსაფრთხოება არ იქნება უსაფრთხოება მიზანმიმართულად თუ რაღაცები კეთება, უბრალოდ რაღაც პატარ-პატარა შეცდომები მოგდეს და თუ დავინახეთ რომ მიზანმიმართულად უსაფრთხოება არ იქნება, აი მაშინ უკვე როგორც თქვია, მაშინ ვიღაცა ცდილობს მიზანმიმართულად რომ ეს ქვეყანა ძალიან მარტივი და იული გადასაკლაპი ლუკმა გახდეს სხვა ქვეყნისთვის. ანუ ომი შეიძლება გარანტირებულად მოხდეს. აი ეს ლოგიკური ჯაჭვი რეალურად ასახსნელი არის ძალიან მარტივად, რომ სახელმწიფოზე თავდასხმა, ანუ ომი ხდება იმ შემთხვევაში, როცა უსაფრთხოება არ აქვს სახელმწიფოს. ის შეცდომები, რაც არსებობდა წინა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ხელისუფლების პირობებში, ის შეცდომები კიდევ უფრო მეტი იქნა დაშვებული და ის თავდაცვნარიანობა და ან უსაფრთხოების ის პრობლემები, რაც მაშინ არსებობდა, კიდევ უფრო გაიზარდა დღევანდელ სიტუაციასთან შედარებით და უბრალოდ ბოლო ფოტოგრაფიული ის რო გადაიღოთ სურათი და რო შეხედოთ რა სიტუაცია არის ჩვენს გარშემო განსაკუთრებით ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ აზერბაიჯანის შერეღებული ძალების მიერ მიხვდებით რომ საქართველო არის ყველანაირი გადმოსახედიდან იქნება ეს რესურსობრივი, ფინანსური, მატერიალური, ადამიანური ეს ადრეს ეგრე იყო, მაგრამ ეხლა კატასტროფულად არის დასუსტებული და აქ შემოდის მეორე კომპონენტი, ეს არის უსაფრთხოების შემქმნელი საერთაშორისო კომპონენტი. იმიტომ რომ ახლა თუ საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული ხარ თეორიებით და ასე შემდეგ, კლასიკური ესეთი წესი არის, რომ პატარა სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უნარი რომ თვითონ დაიცვას საკუთარი თავი, მას არ აქვს არც ის დიდი გეოგრაფია, რომ ასე ვთქვათ, გეოგრაფიული ტერიტორიის მიცემის ხარჯზე გაწევოს დრო და ამით რაღაცნაირად მე გავიდეს სამშვიდობოს, ეს საქართველოს შემთხვევა, რაღაცად ისრაელს გავართ. ხო, ერთადერთი რეალური სერიოზული ბერკეტი, რაც ამ პატარა ქვეყანას უნდა ჰქონდეს, ეს არის საერთაშორისო ალიანსები, მეგობრები, პარტნიორები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ან ინფორმაციას მოგცემენ, რომ არ იქა დროზე ხვალ თავდასხმა არის, იმიტომ რომ შენ არ აგაკეთეს რესურსი, რომ გაიგოროდეს არის, ან საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებიან, ან დასჯიან იმას და საერთაშორისოში გადაგარჩენ როგორც სახელმწიფო. ზოგადად ესეთი ოქროს კანონებით არის, რაც უფრო პატარა ქვეყანა ხარ, მით უფრო კარგი საერთაშორისო კავშირები, პარტნიორები და დაზვერვა უნდა გქონდეს შენ, იმიტომ რომ შენ შეიძლება შენი ჯარით ვერაფერს ვერ გახდე, მაგრამ აი შენი დაზვერვის ინფორმაციის და მეგობრების დახმარებით შეიძლება მთელი რიგი პრევენციული მოქმედებები გატარდეს, რომ ეს თავდასხმა იქნას აცილებული. ეს ის გამოგვეცალა ხე. სამწუხაროდ ეს ბოლო პოლიტიკა რაც ხორციელდება ქართული ოცნების მიერ და ჩვენ ავად თუ კარგად თლად 100% არა, მაგრამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გქონდა სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, აი ამ სავარაუდო პოტენციური სანქციების დაწესებით და იმ შემთხვევაში თუ ვიღაცა თავს დაგვესხმებოდა, სამწუხაროდ ჩვენ ახლა სრულიად იზოლირებული ვართ, ჩვენი ნატოს ევროკავშირის პარტნიორები, ჩვენი ხელისუფლების
მეუღლეობით ისინი ჩვენგან შორს არიან და ის ბოლო კომპონენტი რაც მეტნაკლებად კიდე ქმნიდა რაღაც პოტენციალს ჩვენი უსაფრთხოების ისიც გამქრალი არის. ის აუცილებელი ბერკეტები და ინსტრუმენტები რაც ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვის უნარიანობას ქმნის ერთის მხრივ ძლიერი ჯარი და მეორეს მხრივ ძლიერი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების და ალიანსების სახით ეს ორი კომპონენტი თუ არა გაქვთ თქვენ გარანტირებულად ხართ არა უსაფრთხო. ქართულოსება ქმნის ესეთ სიტუაციას, რომ გარანტირებულად უსაფრთხო გარემოება ჩვენ არ გვექნება და არ მოაქვს. წარმოუდგენელია, თუნდაც ახლა შეიძლება რამდენადაც ეს ისე არ უნდა ჟღერდეს, რომ ჩვენ აი ესეთ ცალსახად ყოველგვარი ფაქტორების გათვალისწინებით ერთის თქვით ვაცხადოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება არის მხოლოდ რუსეთთან ინტეგრაციის პირობებში, სრული სიგიჟე, ნიშნავს, რომ როგორც ერთი სახელმწიფო არ არსებობს და მეორე უკიდურესობა, როცა არავითარი უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ არ აქვს და ჩვენ ვამბობდეთ რეალურად, რომ მიუხედავად რუსების მუქარისა, იმ პირობებში, როცა უკრაინა, იმიტომ რომ მე კი მჯერა, ხო? მაგრამ მიუხედავად რუსების მუქარისა, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ ნატოში ინტეგრაცია. კი ბატონო, მეც ვაღიარებ, უნდა გავაგრძელოთ ნატოში ინტეგრაცია, მაგრამ თუ ეს ძალა, რუსული ძალა, გეუბნება რომ ნაბიჯს გადადგავ და დაგარტყავ და შენ მაინც ამას იძახი და არ მიდიხარ გარკვეულ, ასე ვთქვათ, გააზრებაზე, რომ როგორ მოხდეს ის იმ უსაფრთხოების არქიტექტურის გააზრება ისე რომ ერთის მხრივ შენის სვლა დასავლეთისკენ გაგრძელდეს რეალურად და მეორეს მხრივ აი ეს დათვი რომელიც იქით ის დაჭრილი არის ძალა ეცლება მაგრამ საკმაოდ მაინც და აქვს პოტენციალი რომ ის თავის ბუნაგში გააჩერო და აქეთ არ წამოვიდეს. იმიტომ რომ თან არ დაგავიწოთ რომ ხალხი მაინც ხედავს ერთ რამეს და ძალიან რამდენადაც ეს ცუდია მაგრამ ეს უნდა ვაღიაროთ ერთია ფაქტები რა არის და მეორე როგორ ხდება ამ ფაქტების პრეზენტაცია და აღქმა. უკრაინა დაიცავს თავის სახელმწიფოებრიობას, უკრაინას მიეცემა გარანტიები აბსოლუტურად ის რა თქმა უნდა ის ტერიტორიები რაც იქნება ოდესღაც დაბრუნდება, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში ამაზე არ იქნება საუბარი, მაგრამ ხალხი ხედავს ერთ რამეს, რომ ტრამპი ღიად ამბობს, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში უკრაინა არ შევა ნატოში. ანუ იქაც კი ჩვენზე ძლიერი სახელმწიფო, რომელიც 10 ჯერ ჩვენზე ძლიერია, 10 ჯერ მეტი პოტენციალი აქვს, დასავლეთი ალბათ თუ კარგად ეხმარება, იქაც კი საკითხი ნატოში გაწევრიანების დროებით შეჩერების შესახებ დგას დღის წესრიგში. ამ ფონზე, როცა ვიღაცები საქართველოში ამბობენ, რომ სულ არ გვაინტერესებს იქ რა ხდება, სულ არ გვაინტერესებს რუსეთის რეაქცია, ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა ძველებურად უნდა გავაგრძელოთ და არაფერი არ უნდა გავითვალისწინოთ, როგორც მინიმუმ მიამიტურია. აი ძალიან გასაგებენაზე, რომ ჩამოვწეროთ სია. რა უნდა გავაკეთოთ? 1 2 3 4 5 და ეს სია ვისზე უნდა განაწილდეს, ანუ ვინ არიან აქტორები, რომლებმაც ეს კონკრეტული დავალებები, რაც ამ უსაფრთხოების ქოლგის შექმნას გულისხმობს, უნდა შეასრულოს. აი ამ ვითარებაში, როცა არ გვყავს ლეგიტიმურად ცნობილი ხელისუფლება, როცა არ გვყავს პარტნიორები უკვე ასეთ ვითარებაში ვართ, როცა დეзинფორმაციისა და პროპაგანდის უწყვეტ ნაკადში ვცხოვრობთ და საზოგადოება ხანდახან ძალიან დეზორიენტირებულია და უჭირს კონსოლიდირება გარკვეულ თემებზე, აი ამ მოცემულ ვითარებაში ეს სია როგორ გამოიყურება? კიდევ ერთხელ, რაც ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ, ეს არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, ანუ საუბარი გარკვეულ კომპრომისულ ვარიანტზე უსაფრთხოების იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არავითარი უსაფრთხოების გარანტია არავინ არ მოგცა. თქვათ არ გვაძლევენ და ჩვენ კვლავ გვინდა ევროპისკენ სვლა. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში დღევანდელი სიტუაციიდან რო შევხედოთ, ხო, იმიტომ რომ ჯერ ხომ არ დამდგარა ის მომენტი, როცა ჩვენ პირდაპირ გვემუქრებიან, ხო? ანუ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ როგორც მინიმუმ ეს გარანტიები მივიღოთ. ოკეი, ვცადეთ ნატოსგან, არ გვაძლევენ გარანტიებს, ანუ წევრად არ გვიღებენ. ოკეი. რა არსებობს მექანიზმები იმისთვის, რომ როგორც ნატოს მხრიდან ასევე ნატოს წევრ ქვეყნებისგან ცალმხრივად ან ორმხრივად ან მრავალმხრივ ფორმატში დე ფაქტოდ იქნას უზრუნველყოფილი საქართველოს თავდაცვის უნარიანობა. შესაძლებელია, მაგალითად საქართველოს ტერიტორიაზე პერმანენტულ საფუძველზე ნატოს ერთი ან რამოდენიმე ქვეყნის მუდმივი კონტინგენტის განთავსება. შესაძლებელია ეს ნატოს ეგიდით
de facto, რაც იქნებოდა ფანტასტიკური, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გაწევრიანების გარეშე, მაგრამ NATO de facto აღიარებს ჩვენ წევრობას და ამავე დროს აგზავნის სიგნალებს რუსეთის მიმართ, რომ არ გაბედო, აქ განთავსებული ყავს მე ჩემი ქვედანაყოფები, რაც ნიშნავს, რომ თავდასხმა საქართველოზე, ნიშნავს თავდასხმას ჩემს ქვედანაყოფებზე, იმ პირობებში, როცა რუსეთი შესუსტებული არის კატასტროფულად უკრაინასთან ომის პირობებში. იდეალური ვითარებაა. ეს არის ის, რაც წესით უნდა გავაკეთოთ. არ გამოგდის პრეცედენტი სხვა ქვეყნების შემთხვევაში ნატოს მხრიდან. ჯერჯერობით არა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ნატოს აქვს ინსტიტუციური ინერცია და ბევრი სპეციალისტი, ექსპერტი ამბობს, რომ ნატოს ინსტიტუციური არქიტექტურა უკვე კარგა ხანია გადასახედია. მაგალითად, საუბარი მიდის იმაზე და ამას მე არაერთი, მათ შორის აკადემიური დისკუსიები, კონფერენციებზე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ეგრეთ წოდებული ყბადაღებული მაპი ეს ან უნდა გაუქმდეს მთლიანად, იმიტომ რომ ის თავის ფუნქციას არ ასრულებს. ან მას უნდა დაემატოს ეს de facto უსაფრთხოების გარანტიები, იმიტომ რომ პირიქით მაპის მინიჭებით ჩვენ პრაქტიკულად ქმნით იმ დიდ საფრთხის ზონას, როცა ანუ მაპის მონიჭებით ჩვენთან ნატოს ქვედანაყოფები არ თავსდება, სამაგიეროდ რუსეთს ეძლევა შესაძლებლობა რომ გაღიზიანდეს და საჭიროების შემთხვევაში, ანუ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გვჭირდება ბუქარესტ 2000 ხო, ის რა ქვია 8-ის გამეორება. თუ ეს ასე არ გამოდის, ანუ ჩვენმა დიპლომატებმა, ჩვენმა მე ვისაუბრებთ, ვინ უნდა განახორციელოს ეს, მაგრამ თუ ეს არ გამოდის, მაშინ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ არსებობს თუ არა ორმხრივი გარანტიების შემთხვევაში, როგორც ეს არსებობს მაგალითად აზერბაიჯანთან მიმართებაში, თურქეთ-აზერბაიჯანის შემთხვევაში, სადაც 2000 თუ არ ვთქვი 10 თუ 11 წელს ხელმოწერილ სტრატეგიულ შეთანხმებაში აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის იქ მოკლედ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის გარანტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში არის თურქეთი. თავდასხმა აზერბაიჯანზე ნიშნავს თავდასხმას თურქეთზე. ანუ ეს არის ერთგვარი გადაზღვევის პოლიტიკა. ჩვენ უნდა ვეძებოთ ამ შემთხვევაში არის თუ არა არიან სახელმწიფოები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სისხლხორცეულად ჩვენი სახელმწიფოს არსებობით. არის ეს აზერბაიჯანი, არის ეს თურქეთი, არის ეს ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ევროკავშირი თუ ასე შემდეგ. ეს არის ის რაც საერთაშორისო თვალსაზრისით უნდა განხორციელდეს. მაგრამ ეს არის პოლიტიკოსების გასაკეთებელი. ეს არის პოლიტიკოსების გაკეთილი და შიგნით რაც არის ბუნებრივია, ეს არის როგორც მინიმუმ ჩვენი თავდაცვის სფეროსთვის რადიკალური გადასინჯვა დაფინანსების და რაოდენობის თვალსაზრისით, ანუ თვისებრივი და რაოდენობრივი გაზრდა ჩვენი შერეღებული ძალების, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩვენ დამოკიდებული ვიყოთ გარე დახმარებაზე, იმ ძირითად საფუძველს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ბუნებრივია ქმნის ჩვენი ჯარი. და ამ ჯარმა უნდა შექმნას როგორც მინიმუმ საკმარისი დრო და საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ მეგობრები მე მოვიდნენ და დაგვეხმარონ. და ეს მოვლენები ამ სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებით, ხო, 22 წლის ყარაბაღის ომი და 20 წლის პირველი ფაზა და 22 წლის ეს მეორე ფაზა, ეს კაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ ჯარი საჭიროა და არა მხოლოდ ჯარის ასე ვთქვათ საპარადო აღჭურვილობით და ასე შემდეგ. დიდი და ბევრი ჯარი არის საჭირო, ხო? ბევრი ჯარი არის და დიდი და კარგად აღჭურვილი. ჯარის გაორმაგება მაინც მოგვიწევს ჩვენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ვისაუბროთ. ეს რა თქმა უნდა იდეალური შემთხვევა არის, იმაზე რომ ვისაუბროთ, რომ საქართველოს კონდეს რეალური პოტენციალი თავდაცვისუნარიანობის და ბიუჯეტის გაზრდაზე როცა ვსაუბრობთ, ბიუჯეტი მინიმუმ ასევე უნდა გასამაგდეს, ანუ მშპ-ს დაახლოებით 5-6%-მდე უნდა ავიდეს დღევანდელი 1.9-დან 1.8-დან რაც არის. ნუ გასაგებია რომ გასამაგებაზე არის აქ საუბარი. აი ეს დინამიკა, ანუ ერთის მხრივ თანმიმდევრული ზრდა ჯარის რაოდენობრივი და თვისებრივი ხარისხობრივი თვალსაზრისით იმ ყველა თანამედროვე დინამიკის გათვალისწინებით ტექნოლოგიური განვითარების, იქით უპილოტოების და ასე შემდეგ, თავისი სპეციფიკის გათვალისწინებით, იმიტომ რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად ვითარდება და ეს უნდა გავითვალისწინოთ, როცა ამას ვაკეთებთ. და ამავე დროს ძალიან აქტიური, ინტენსიური ნაბიჯები საერთაშორისო გარანტიების მიღების თვალსაზრისით, ეს არის ის ორი აუცილებელი კომპონენტი, რაც საბოლოო ჯამში გვიქმნის იმას, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შეგვიძლია მე ვთქვათ, რომ ომი არ იქნება. გასაგები. ვინ უნდა გააკეთოს ეს ყოველივე ახლა ამბიდან? ხო, მე ამას უყურებ ესე, რომ იდეაში ამაზე კონკურენცია უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან და პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან. ერთადერთი ლეგიტიმური, ვისაც დასავლეთი ესაუბრება, არის სალომე ზურაბიშვილი.
შეუძლია მას ამ გარანტიების მოთხოვნა? ან ამ მიმართულებით მოლაპარაკებების წარმოება? სიტუაცია რეალურად არ შეიცვლება, თუ პრინციპულად სიტუაცია საქართველოში არ შეიცვლება. ანუ მართვის ბერკეტები, ანუ თქვენ უნდა წარმოედგინეთ, რომ ხელისუფლება რაც არ უნდა ჩვენ de facto ხელისუფლება უწოდოთ მას, ჯერჯერობით ის de facto ხელისუფლება არის. მას გააჩნია მართვის ბერკეტები. ხო, წვდომა რესურსებზე და აი მართვა, რასაც ქვია, ჯერჯერობით ის მართვას ახორციელებს და ეხლა მე ვთქვი, რომ თეორიულად კონკურენცია უნდა იყოს ამ უსაფრთხოების გარანტიების გაზრდაზე და პოტენციალის გაზრდაზე ხელისუფლების მხრიდან და ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში ეს ორი პოლიტიკური ცენტრი ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო სწორ ნორმალურ პოლიტიკას შექმნის ამ მიმართულებით და ვის უკეთესი კონტაქტები გააჩნია საერთაშორისო ასპარეზზე თუ მოსახლეობასთან მიმართებაში, ხო? იმიტომ რომ არ დაგვაუწყოს რომ ჩვენ ასეც ვსაუბრობთ, ეხლა დღევანდელი თემა რა არის? ამის ერთ-ერთი ძირითადი თემა არის მიდის თუ არა კომუნიკაცია ამ თემების მოსახლეობასთან და რამდენად სწორად დადის, ხო? მოსახლეობასთან. და აი ეს კონკურენცია რეალურად თუ ამას ხელისუფლება არ ახორციელებს და გაყინულია ხელისუფლება თავის სამყაროში და მიაჩნია რომ ასე შეუძლია გააგრძელოს და უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება, რაც ბუნებრივია ძალიან შორს არის რეალობისგან. ამ შემთხვევაში პოლიტიკურმა ოპოზიციამ, ყოველ შემთხვევაში რა პოლიტიკური ორგანიზაციებიც არის, ან რა პოლიტიკური ფორმაციაც შეიძლება ჩამოყალიბდეს მომავალში მათი მხრიდან, იქნება ეს რაღაც გაერთიანება, იქნება ეს რაღაც არ ვიცი, რაღაც ალიანსი, კოორდინაციის ცენტრი თუ ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია რომ აი ეს პროდასავლური ძალები ამ შემთხვევაში უნდა მუშაობდნენ იმაზე, რომ თუ ვითარება შეიცვალა, რომ ჩვენ არ აღმოჩნდეთ მიუხედავად ვითარების ცვლილებისა გარანტიების გარეშე. ხო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არის ძალიან ცუდი მომენტი, როცა აბსოლუტურად მომზადებელი ხვდები სიტუაციის ცვლილებას და ამ დროს კრემლში ის პირსისხლიანი ავადმყოფი გაგიჟებულია, ასე ვთქვათ, იმით რომ უკრაინაში ვერ ამთავრებს ისე როგორც მას ჰქონდა ეს დაგეგმილი და ამ დროს რეალურად აქ კიდევ საქართველოში სიტუაცია ირევა, რომლის ბუნებრივია აღკვეთაც მას აქვს. ანუ აღკვეთის სურვილი მას აქვს. ხო, ეს სხვა საქმე არ რითი დააპირებს ეს ამის აღკვეთას. ამ შემთხვევაშიც კი ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია რომ მან ახალი ომი დაიწყოს, იმიტომ რომ უკრაინაში მოლაპარაკების საფუძველივე გულისხმობს იმას, რომ ის კარგად იქცევა და მას სხვა სანქციები, დამატებითი სანქციები, ანუ აღარ ასამარებს. ამ შემთხვევაში ერთადერთი შანსი რაც გააჩნია რუსეთს საქართველოში ჩარევის შემთხვევაში, არის ის, რომ თქვათ რაღაც ჰიბრიდული გზებით მოახერხოს აქ კიდევ უფრო გამტკიცება თავისი ხელისუფლებისთან დაეხმაროს მაგალითად ქართულ ოცნებას. მაგრამ ის თუ რა შემთხვევაში ის წამოვა ხო, ომით, ეგ იმ შემთხვევაში თუ მის კალკულაციაში მან დახედოს. ხო, მოგებული აქვს, მას არაფერი არ უჯდება, მარტივია, მოდი ასე ვთქვათ, კაპიკები უჯდება, რეალურად არანაირი სტრატეგიული ზარალი მას არ აქვს, ამ შემთხვევაში რატომაც არა. ის ამას გააკეთებს. ხო, თუ ჩვენს გამო, ანუ გარკვეულწილად რო შევაჯამოთ. თუ ჩვენს გამო მას არავინ დასჭის, რახან ჩვენ არ გვყავს მოკავშირეები და ჩვენი თავდაცვა არის უუნარო, მაშინ ჩვენ ვართ მარტივი ლუკმა. რა თქმა უნდა. მაგ შემთხვევაში ჩვენ მოტივაციას ვუქმნით. ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ მოტივაციას ვუქმნით და ვეუბნებით მოდი და ახლა ჩვენ მივემართებით ამ მარტივი ლუკმობისკენ. ამ დინამიკაში ვიმყოფებით ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონვე ვისპობთ აი იმ საშუალებას, რასაც ქვია რომ პრევენციულად ვუთხრათ რუსეთს, რომ არა, ესე მარტივად ამ ქვეყანას თქვენ ვერ წაიღებთ. ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი და პოლიტიკოსებმა თავის როლი უნდა შეასრულონ, აქეთ მხარეს იქნებიან თუ იქეთ მხარეს, მაგრამ ხალხმა რა უნდა გააკეთოს? სამოქალაქო საზოგადოებამ რა უნდა მოითხოვოს? რა თანმიმდევრობით უნდა მოითხოვოს? ვის უნდა მოთხოვოს ეს ყოველივე? და რა ფორმით უნდა მოითხოვოს, იმიტომ რომ ბევრ რამეს ვითხოვთ უკვე, მაგრამ ანუ შედეგები არ ჩანს თითქოს ამის და ამიტომ ფორმებსაც მნიშვნელობა ენიჭება უკვე. ხო, ძალიან ესეთი რთული კითხვა არის, იმიტომ რომ მოთხოვნა მარტივი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ჩვენი პოლიტიკური სპექტრი გამართული, და ჩვენი ის
ალტერნატივა პოლიტიკური, ანუ ოპოზიცია ამ შემთხვევაში ყოფილიყო ისეთი, როგორც ჩვენ ან ხალხს უნდა და ხალხს ექნებოდა მის მიმართ ნდობა. სამწუხაროდ ესე არ არის. შეიძლება ნდობა გაიზარდოს, შეიძლება მოხდეს, ასე ვთქვათ, დაშენება ამ ნდობის და საბოლოო ჯამში ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ ამ ეტაპზე სამწუხაროდ ესე არ არის. ამიტომ ვის უნდა მოთხოვოს ხალხმა ეს ცოტა რთული კითხვა არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ ეს არ უნდა გააკეთოს. ბუნებრივია პოლიტიკურ ოპოზიციას თუ აქვს პოლიტიკური თვითგადარჩენის სურვილი, მაშინ მან ეს უნდა გააკეთოს, ხო? წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ ყველაფერზე უარი თქვას, ყველაფრის გაკეთებაზე, ყველაფრის განსჯაზე და ამ დროს მას ჰქონდეს სურვილი იმისა, რომ იყოს ისევ და ისევ პოლიტიკურ სისტემაში წარმოდგენილი როგორც პოლიტიკურ პარტია, ეს ნონსენსი არის, ხო? ამიტომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ ის თუ მიუხედავად იმისა, თუ რა პოპულარობა აქვს ხალხში, მან ეს თავისი როლი უნდა შეასრულოს, უნდა გააგრძელოს, რაც გახდება ერთ-ერთი კომპონენტი იმისა, რომ შეიძლება ეს ნდობის აღდგენის თვალსაზრისით, ანუ მათ რაღაც გული მოგვიბრუნდეს და ისე ეჭვის თვალით არ შევხედოთ, როგორც ახლა დღემდე უყურებდით ხოლმე, ხო, რა? მაგრამ მეორეს მხრივ მე ვფიქრობ, რომ ხალხში, რითაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, საგრძნობად უნდა გაიშალოს საუბარი ზოგადად ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე და როგორ ხდება ჩვენი სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს თემები უნდა გაიშალოს, ამ თემებზე უნდა წავიდეს საუბარი და ეს ამ 33 წლის პერიოდში ერთგვარად ტაბუიზირებული თემა, ხო, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს ეს ტაბუ, აღარ უნდა იყოს ტაბუირებული და პირიქით ყველა კუთხეში უნდა იყოს, იცი რა, ფეხბურთზე ვსაუბრობთ, იმაზე ნარცოცავ თამაშობ, დომინოსოცავ თამაშობ, ყველაფერ თემაზე მიდის საუბარი. ერთადერთი იმაზე არ არის საუბარი თუ რა არის უსაფრთხოება, თავდაცვა რა არის, ჯარი როგორია, რამდენად ეხა დღეს რა უნდა გაკეთდეს კიდევ, ვინ დაგვეხმარება, ვინ არა, ამაზე საერთოდ ხო არ მინც არა და არ ვიცი ახლა ჩვენ დღევანდელ ვითარებაში მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის, რაზეც უნდა გაიშალოს საუბარი და მათ შორის მედიებმაც და ჩვენს, მათ შორის ექსპერტებმა და ასე შემდეგ ჩვენი მხრიდან აკადემიურმა სივრცემ ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ ახლა, ხო, რაღაცებს ადრეც გაგვიკეთებდი, კიდევაც გავაგრძელებთ, მაგრამ აი ეს ბოლო ასე ვთქვათ, ეს ჩემი ის იქნებოდა დასკვნა რომ შავი ხუთი უნდა გავხსნათ და აქტიურად დავიწყოთ ამაზე მშენებლობა. და ინფორმაციამ უნდა შეიტანოს ცოტა ბზარები ამ შიშში. რა თქმა უნდა. ბოლოს და ბოლოს აქაც ის საკითხი არის, თუ ჩვენ გვინდა ჩვენი სახელმწიფო და გვინდა ჩვენი სახელმწიფო ისეთი, როგორიც ჩვენ ეს გვინდა, მაშინ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რა მექანიზმები უნდა შევქმნათ ასეთი სახელმწიფოს დაცვისთვის. ხო? და თუ ჩვენ უარს ვაცხადებთ ასეთ მექანიზმების შექმნაზე, ბუნებრივია უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ ვუღავწვალობთ, ხო? მაშინ არ გვინდა სახელმწიფო და დაუბრუნდეთ იქ, საიდანაც 33 წლის წინ დავიწყეთ. შეიძლება კიდევ უფრო ადრე. იმედი არ. იმედი არ. დიდი მადლობა ამ საუბრისთვის და იმედია რომ ამ თემებს დაუბრუნდებით ესე უფრო ინტენსიურად, უფრო ბევრჯერ და ხალხიც გამოიჩენს მეტ ინტერესს და რაღაცა ნახავენ, უყურებენ, მერე წაიკითხავენ დამატებით რაღაცებს, ვიმეოროთ. თქვენ უყურებდით iFacts, ამ საუბრის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ iFacts-ის Spotify-ის გვერდზე. მანამდე კი დაგვიკომენტარეთ, რომელი პრობლემის გადაწყვეტის გზებზე ისურვებდით ამგვარი მსჯელობის მოსმენას და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ეპიზოდები. გისურვებთ გამარჯვებას და წარმატებას.